მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სარკე. ჩემი სტუმარი იქნება პროსამთავრობო ექსპერტი ბატონი ლევანი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას, პოლიციელებს საშუალება აქვთ ადამიანები დააკავონ, დააჯარიმონ და ციხეშიც კი ჩასვან ტროტუარზე დგომის გამო. მოგესალმებით ბატონო ლევან, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. Როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას, რამდენად სამართლიანია, რამდენად დროულია და გამოხატავს თუ არა ერთგვარად ეს კანონი ადამიანებზე ზრუნვას. ეს აბსოლუტურად სამართლიანია, როგორც ჩვენი ხელისუფლების ბევრი სხვა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რუსთაველზე რაც ხდება, რა დღეში არიან იქ ეგრეთ წოდებული აკაცუკები, კეტავენ გზას, ფეხით მოსიარულეებს ხელს უშლიან და დისკომფორტი ექნება ამით ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ზუსტად ვსრულავთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ კომფორტი, თავისუფლად გადაადგილდნენ რუსთაველზე და არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ ამ თვალსაზრისით ან ფეხით მოსიარულეების უფლებებზე ვსრულავთ ჩვენ ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით და ამიტომ იქნება ჯარიმები თუ დაპატიმრება, ნებისმიერი რეპრესია მათ მიმართ არის გამართლებული და აბსოლუტურად ყველაფერს სწორად აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. Ალბათ ეს ქუჩაში დგომა ტროტუარების გადაკეტვა მოქალაქეების მიერ ხელსაც უშლიდა ჩვენს სხვა მოქალაქეებს გადაადგილებაში, არა? Რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი მოსაზრება არის ეს და თქვენ სწორად შენიშნეთ, იმიტომ რომ ჩვენ მსმენია წუხილი ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ როცა ეს აკაცუკები რუსთაველს იკავებენ და ტროტუარზე დგანან, ხელს უშლიან ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებაში, რის გამოც შემდეგ მათ აგვიანდებათ ავტობუსებზე, აგვიანდებათ მეტროში, აგვიანდებათ მეგობრებთან შეხვედრისას და ასე შემდეგ. ან ფაქტობრივად ისინი ვერ გადაადგილდებიან ეფექტურად თბილისის ქუჩებში. და მეტიც უბრალოდ ბევრი ადამიანი დაუნახავია, თორემ აქ საერთოდ დაინახავდა, რომ თვითონ ამ აქციის მონაწილეებზეც კი სრუნავს ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ხელისუფლება. უბრალოდ ამასაც როგორც სხვა ყველაფერს დანახვა ჭირდება. ეს ძალიან საინტერესოა, ამ კუთხითაც მეც არ შემიხედავ სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრ დადებებს ხედავ ამაში. და საინტერესოა თქვენი აზრი, რა კუთხით არის ეს სრუნვა, თუნდაც იგივე როგორც თქვენ თქვით პროტესტის მონაწილეების მიმართ. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რადგან თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება არავის არ უკრძალავს იაროს რუსთაველზე, როგორც ადამიანები მოძრაობენ, ჩაიარონ, გამოიარონ. ამის გამო მათ პრობლემა არ ექნებათ და თქვენ იცით, რაოდენ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ფეხით სიარული და ჩვენი მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ასტიმულირებს ფეხით სიარულსაც, ანუ ამ ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების წესს და უბრალოდ ამას როგორც გითხარით, დანახვა ჭირდება და ეს ამაში პირიქით ცუდი კი არ უნდა დავინახოთ, პირიქით კარგი უნდა დავინახოთ ამაში. ესე იგი, გარკვეულ შემთხვევაში ტროტუარზე დგომაც შეიძლება იყოს დანაშაული, ხო? თავისთავად, რა თქმა უნდა, ტროტუარზე დგომა შეიძლება დანაშაული იყოს, მაგრამ მთავრობა საკმაოდ ლიბერალურად უდგება და ისე არ არის, რომ მხოლოდ რეპრესიებზე არის ორიენტირებული. ჩვენ ყველას გვინახავს თბილისის ქუჩებში, რომ გავიდეთ გარეუბნებშიც მათ შორის, დგანან ადამიანები ტროტუარზე, ქუჩაში, მაგრამ პოლიცია არ უვარდება მათ და არ აჯარიმებს. უბრალოდ ეს იმ შემთხვევაში ხდება საჭირო ამ ადამიანების დაჯარიმება და დაკავება, როცა ამას მიეცემა პროტესტის სახე და რაღაცას იტყვიან ხელისუფლების საწინააღმდეგოს. სხვა შემთხვევაში, რომ ეს ადამიანები დადგნენ ტროტუარზე, ქუჩაში, იარონ, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ აბსოლუტურად. ასევე მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას თხოვონ ნებართვა, მოითხოვონ ალტერნატიული ადგილი და იქ ჩაატარონ აქციები და ჩვენ ამის პრაქტიკაც გვაქვს. ანუ შეუძლიათ რუსთაველის ნაცვლად სხვაგან ჩაატარონ ალტერნატიულ ადგილას მოითხოვონ აქციის ჩატარება და იქ ჩაატარონ. ამას არ დაუშლის ჩვენი ხელისუფლება, ხო? რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ რუსთაველის ნაცვლად ალტერნატიული ადგილი. სავალდებულო ხო არ არის ყველა აქცია რუსთაველზე ტარდებოდეს. თბილისი დიდია, შეგვიძლიათ სხვა ადგილას ჩავატარებინოთ აქცია და მთავრობა ამის ნებართვებს გასცემს. ამის პრაქტიკა გვქონდა ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ერთ-ერთმა ასოციაციამ ხელისუფლებას მიმართა და ისინი ითხოვდნენ რუსთაველზე აქციის ჩატარებას, მაგრამ ხელისუფლება მათ უარი უთხრა რუსთაველზე აქციის ჩატარებაზე და შესთავაზა თბილისში ალტერნატიული ადგილი. ეს იყო ეგრეთ წოდებული ჰუალენგის დასახლება. ეს ასოციაციის წევრებიც და ეს ადამიანებიც გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას და არ გაჯიუტებულან თავიანთ გადაწყვეტილებებში და არ მოუთხოვიათ, რომ არა აუცილებლად რუსთაველზე გვინდა აქციის ჩატარებაო. ჩაატარებენ ისინი აქციას
ჰუალინგში, რომელიც ტერიტორიულად ისედაც თბილისი არის და დავინახავთ ჩვენ რომ ხელისუფლება მათ არ მიუვარდება, არ დაიჭერს და არ დააჯარიმებს. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენი მოსახლეობაც გაგებით უნდა მოეკიდოს და არ უნდა გაჯიუტდეს თავიანთ მოთხოვნებში თუ გადაწყვეტილებებში. ვიღაცები, კრიტიკოსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შერჩევითობა გამოიწვევს უსამართლობას. ეს უსამართლობა ხო არ არის ამ კანონის მიზანი, თქვენ როგორ ფიქრობთ? არანაირად ამას ხელისუფლება აკეთებს ძალოვანი სტრუქტურების სასამართლო და აქ არანაირ უსამართლობას ადგილი არ ექნება, ეს თავისთავად ნათელია. არ გვაქვს ეგეთი პრაქტიკა, რომ პოლიცია ვინმეს უსამართლოდ იჭერდეს, უსამართლოდ დაჯარიმებდეს და მერე თუნდაც ამას სასამართლო უტარებდეს, თუ ვინმე უსამართლოდ დააკავა. და ჩვენ საერთოდ რო შევხედოთ, დავინახავთ, რომ ყველა საქმე სასამართლოში მიდის და ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა სასამართლომ. გაიზიარა პოლიციის პოზიცია და ხო ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო უსამართლოდ მოიქცეოდა და უსამართლოდ დააჯარიმებდა ვინმეს. როგორც იცით, ამას ხელისუფლება სამართლიანად და შერჩევითად აკეთებს. ანუ ამას შეგულისხმობ იმას, რომ მათ ზუსტად იციან, ვინ უნდა დააჯარიმონ, როდის უნდა დააჯარიმონ, სად და რატომ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სასამართლო რო პოლიციის ყველა მოთხოვნას საკმაყოფილებს? ეს დადებითად წარმოაჩენს სასამართლოს თუ მის ნაკლოვანებებს გვიჩვენებს? არანაირად ეს არ მეტყველებს სასამართლოს პრობლემაზე და პირიქით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს ესმით ერთმანეთის ენა. ასევე გვიჩვენებს იმას, რომ პოლიციელები როცა იჭერენ და აკავებენ მოქალაქეებს ან აჯარიმებენ, ეს არის ყოველთვის სამართლიანი. სხვა შემთხვევაში ამას ჩვენი სასამართლო არ დაუშვებდა არასოდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და სადაც დაცულია ჩვენი მოქალაქეების უფლებები ყოველთვის. ჩვენ ასევე სასამართლო სისტემაში გვყავს წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები და უბრალოდ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ახლა ისინი ახალ ხელისუფლებას ეხმარებიან და მათი გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობენ რამენაირად. ამას უბრალოდ ჩვენ მათ ვერ დავაბრალებთ. მთავრობის მხარდამჭერები ხშირად აკრიტიკებენ წინა ხელისუფლებას, რომ მათ სასამართლო ქონდათ, უსამართლო კანონები ქონდათ, უსამართლოდ იჭერდნენ ადამიანებს. ხო არ არის ისეთი სიტუაცია ახლა, რომ ახალი ხელისუფლებაც, ეს ხელისუფლებაც ამ მიმართულებით მიდიოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი კრიტიკოსი ასეც ფიქრობდეს. არანაირად ნაცები იქცეოდნენ უსამართლოდ, მათ ჰქონდათ უსამართლო სასამართლო, უსამართლო კანონები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება მათგან და პირიქით ორიენტირებულია იმაზე, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, სამართლიანი კანონები ჰქონდეთ და სამართლიანი და მიუკერძობელი სასამართლო ჰქონდეთ. მართალია წინა ხელისუფლების მოსამართლეებიც ყავს ჩვენ სასამართლო სისტემაში, თან არაერთი, ბევრი ყავს ასეთი, მაგრამ ისინი მოერგნენ ახალ რეალობას და საერთოდ სხვა თამაშის წესებით თამაშობენ და ბევრად სამართლიანები გახდნენ ახალ რეალობაში. და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს მოსამართლეები გამოგვადგნენ, სისტემას გამოადგნენ და არანაირი კითხვის ნიშნები მათ გადაწყვეტილებების მიმართ აღარ არსებობს დღევანდელ ახალი ხელისუფლების პირობებში. მადლობა საინტერესო ახსნისთვის და მეც ვიზიარები აზრს, რომ ჩვენი ხელისუფლება უსამართლოდ არავის არ იჭერს, უსამართლოდ არავის არ სჯის. ის კანონები, რაც მიიღეს და კიდევ მომავალში მიიღებენ, რომელზეც ჩვენ ჯერ არ ვიცით, სწორი იქნება აბსოლუტურად ყველა, სამართლიანი იქნება ყველა და სასამართლოც ნამდვილად წაგეშველებით და ის რომ პოლიციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და იზიარებს, ეს სასამართლოს ნაკლოვანებებზე კი არ მიგვითითებს, არამედ მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები აბსოლუტურად სამართლიანად იქცევიან და აი მართლა ზუსტად იციან, რომელი შემთხვევები უნდა შეარჩიონ, რომელი ადამიანი უნდა ამოარჩიონ და რომელი უნდა დასაჯონ, რომელი უნდა გაუშვან ციხეში და ასე შემდეგ. ამიტომ მართლაც ეს ჩვენი ხელისუფლების ღირსებაზე მეტყველებს. დაგემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე და კიდევ უფრო მეტ გამძლეობას უსურვებ ჩვენს ხელისუფლებას, რადგან აი ესეთ უსამართლო პირობებში უწევს მუშაობა და ფუნქციონირება და საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად უყურებს და ვერ ხედავს მათ სწორ გადაწყვეტილებებს და ვერ აფასებენ, სიღრმეში ვერ ჩაყვებიან თუ რა იდეა და რა ზრუნვადებს ჩვენი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებაში.